ხმას არ იღებ იმაზე, რომ ეს ხელისუფლება ეგრე რატო აყენებს ამ ქვეყანაში საკითხს, რომ მე თუ არ მაძლევ ხმას არჩევნებზე, სამსახურიდან გაგაგდებ. დახმარებები როა ხალხს დანიშნული, სოციალური დახმარებები და დახმარებას მოგიხსნა. მაგაზე ხმას რატო არ იღებ? იქიდან რომ ყრიან ახლა ხალხს და უიზო თუ გაუქმდება. ჩვენ ვითხოვთ, რომ აქ პირობებია გამოსასწორებელი კაცო. აქ სამართლიანობაა დასამკვიდრებული. აქ ადამიანებს რო სამსახური დაყრიან, რაღაცა პატარა ბიზნესი აქვს და ბიზნესში რო ადგები და ყველა მისის ამ ქვეყანაში არაფრის წამოწყებას რო აზრი არა აქვს. თუ ხელისუფლებას არ დაემორჩილი და ხელისუფლებას ის რაღაცა სხვა სეგმენტი რო წილში არ ჩაისვი ან თანამონაწილე არ გახდი მათი პოლიტიკური აქტიურობის და სინამდვილეში უსინდისობაში გიწევს მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ხელისუფლებაა, რომელსაც ნახევარი ინდოეთი და პაკისტანი შემოყავს ქვეყანაში და ეხლა შე რო გიწევს მათ პოლიტიკურ აქტიობაში რაღაცა თანამონაწილეობა და თანამებრძოლობა, შენი პასუხისმგებლობაც ხდება ამ ყველაფერში, ხო? და არ უნდა ბევრს ეხლა ასეთ პირობებზე აქ ბიზნესი იქნება მსხვილი თუ მცირე, არ უნდა ასეთი პირობებით საქმიანობა და ამას რატო არ აყენებ? ამას რატო არ იღებ ხმას?